საღამოშტების 10 იulis BMG TV-ზე საქმის კურსის ეთერში ვაჯამებთ ამბებს ბიზნესზე და ეკონომიკაზე. მე ანა ლაბიაშვილი ვარ და სამუშაო დღის ბოლოს მნიშვნელოვან საქმიან ამბებს გიყვებით BMG-ის გუნდის წევრებთან ერთად. თბილისის მეტროსთვის 97 ერთეული ვაგონის შესყიდვაზე ხელშეკრულება გაფორმდა. 205 მილიონ ევროდ მეტროს ვაგონების სრულად ჩანაცვლება უნდა მოხდეს. ტენდერში გამარჯვებული GT ჯგუფი მეტროს ახალ ვაგონებს მერიას ჩინური CRRC-სგან მიაწვდის. ივნისში უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობა გაიზარდა. TBC კაპიტალის მონაცემებით 2025 წლის ივნისში დედაქალაქში 3236 ტრანზაქცია განხორციელდა, რაც 2024 წლის ივნისის მაჩვენებელს 11%-ით აღემატება. მაგთიკომმა ტარიფის გაძვირების შესახებ გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად წარმოადგინა. კომუნიკაციების კომისია კომპანია მაგთის მიერ სატარიფო ცვლილების შეფასებისას ამბობს, რომ კომპანიის მხრიდან ტარიფის გაზრდა განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, როცა საქართველოში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ მომსახურების ფასები ევროპის ქვეყნებთან შედარებით ისედაც გაცილებით მაღალია. ბაზის ბანკი Liberty Bank-ს ყიდულობს. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კონცენტრაციის განხილვის პროცედურები დაიწყო. ეროვნულმა ბანკმა უნაღდო ფორმით ვალუტის გაცვლის ოპერაციების მარეგულირებელი ჩარჩო დაამტკიცა. ახალი წესის მიხედვით უნაღდო კონვერტაცია განხორციელდება იმ საბანკო ანგარიშების მიხედვით, რომელთაც უნაღდო ვალუტის გაცვლის პუნქტის კლიენტი ფლობს. საქართველოს საფინანსო სექტორი მსხვილი გარიგების დასრულების მოლოდინშია. ეროვნულმა ბანკმა ბაზის ბანკის მიერ Liberty Bank-ის აქციების 95.99% შესაძლო შეძენის გზით განხორციელებელი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის საკითხის განხილვის პროცედურები დაიწყო და განმარტავენ, რომ დაინტერესებულ პირებს შესაძლო კონცენტრაციასთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოდგენა 2025 წლის 23 ივლისის ჩათვლით შეუძლიათ. აპრილში ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ BMG-სთან თქვა, რომ მოლაპარაკებებს აწარმოებდა როგორც ბაზის ბანკთან, ისე სხვა ბიზნეს ჯგუფებთან. ამასთან მას არც სხვა პატარა ბანკის შეძენა და ბაზარზე გამსხვრება გამოურიცხავს. 5 ივნისს რუხაძემ ასევე თქვა, რომ თუ ეს გარიგება დასრულდა, იქნება ძალიან კარგი საქართველოსთვის და მისი ეკონომიკისთვისო. ეროვნული ბანკის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ კი რუხაძემ დაადასტურა, რომ გარიგება დასრულებასთან ახლოს არის. ბიზნესმენის თქმით, მხარეები აქტიურად მუშაობენ, რათა გარიგება მალე დასრულდეს. Liberty Bank-ი მრავალი წელია საქართველოს რიგით მესამე უმსხვილესი ბანკია. 2025 წლის აპრილის მდგომარეობით ბანკის აქტივები 5 მილიარდ 450 მილიონ ლარს შეადგენს. მისი საკრედიტო პორტფელი კი 3 მილიარდ 900 მილიონი ლარია. ამავე დროს ბანკს მიმდინარე წლის 4 თვეში 40 მილიონი ლარის მოგება ჰქონდა, რაც შეეხება ბაზის ბანკს, ჩინური Hualing ჯგუფის საკუთრებაშია ეს ბანკის აქტივების ზომით 4 მილიარდი ლარით. საქართველოს რიგით მეოთხე უმსხვილესი ბანკია და მისი საკრედიტო პორტფელი 3 მილიარდ ლარს უტოლდება. ბანკს 4 თვეში 31 მილიონი ლარის მოგება უფიქსირდება. შედეგად, გარიგების საფუძველზე ჩამოყალიბებული ბანკის აქტივების ზომა 9 მილიარდი ლარი გახდება, თუ ეს შეთანხმება საბოლოოდ შედგა, ხოლო საკრედიტო პორტფელი თითქმის 7 მილიარდი ლარის ტოლი იქნება. ამ მაჩვენებლით ის აქტივებით და კრედიტების ზომით საბანკო სისტემის 10%-იან წელს დაიკავებს. ეროვნულმა ბანკმა უნაღდო ფორმით ვალუტის გაცვლის ოპერაციების განხორციელებისთვის მარეგულირებელი ჩარჩო დაამტკიცა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით ახალი რეგულაცია მომსახურების დივერსიფიკაციას, ოპერაციების გამჭვირვალობას და ბაზარზე კონკურენციის ზრდას ხელს შეუწყობს. ახალი წესი განსაზღვრავს უნაღდო ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციის საქმიანობის უფლების გაცემის პირობებს და ვალდებულებებს. ამ პირობების მიხედვით უნაღდო კონვერტაცია განხორციელდება იმ საბანკო ანგარიშების მეშვეობით, რომელთაც უნაღდო ვალუტის გაცვლის პუნქტის კლიენტი ფლობს. გადახდები მხოლოდ ქართული ბანკების და მიკრობანკების ანგარიშებზე მოხდება. ბრძანების ტექსტის მიხედვით მომხმარებელს ქვითრის წარდგენის შემთხვევაში შეუძლია ოპერაციის შესრულებიდან 30 წუთის განმავლობაში ოპერატორ კომპანიას 5000 ლარის ფარგლებში ტრანზაქციის გაუქმება და თანხის დაბრუნება მოსთხოვოს. რეგულაციები არ იცვლება მოქმედი ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის, რომლებიც მხოლოდ ვალუტის ნაღდი ფორმით გადაცვლის ოპერირებით გააგრძელებენ საქმიანობას. თუმცა იმ შემთხვევაში თუ ისინი მოისურვებენ უნაღდო ფორმით ვალუტის გადაცვლის მომსახურების დამატებას, უნდა დააკმაყოფილონ ახალი რეგულაციით განსაზღვრული მოთხოვნები და მიიღონ შესაბამისი საქმიანობის უფლება.
თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მოცულობა 19%-ით არის წლიურად გაზრდილი და 264 მილიონი დოლარი შეადგინა. თვიურ ჭრილში მაჩვენებელი 4%-იან კლებას აფიქსირებს. TBC კაპიტალის ყოველთვიური მიმოხილვის თანახმად ივნისში დედაქალაქში 3236 ბინა გაიყიდა, რაც 2024 წლის ივნისის მაჩვენებელს 11%-ით აჭარბებს. ეს ძირითადად დაბალი საბაზრო ეფექტით არის გამოწვეული. მაჩვენებელი თვის ჭრილში 2%-იან შემცირებაზე მიუთითებს. საშუალო გასაყიდი ფასი 1269 დოლარი იყო კვადრატულ მეტრზე და წლიურად ეს 8%-იან ზრდას ნიშნავს. თვის ჭრილში მატება 2%-ია. გასაქირავებელმა ფასმა 10 დოლარი და 40 ცენტი შეადგინა კვადრატულ მეტრზე, რაც 2024 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 11%-ით ნაკლებია. ბაზარზე პოტენციური მიწოდების კუთხით 2025 წლის 6 თვეში სამშენებლო ნებართვები 697.000 საცხოვრებელ კვადრატულ მეტრზე გაიცა, რაც წინა კვარტლის მაჩვენებელს 17%-ით აღემატება. ახალი და ძველი ბინების გაყიდვებს რაც შეეხება 2025 წლის ივნისში ახალი ბინების გაყიდვების რაოდენობა 680 იყო და წლიურ ჭრილში 10%-იანი ზრდა. ძველ ბინებთან დაკავშირებით განხორციელებულ ტრანზაქციების რაოდენობა 2556-ია და ეს წლიურად 12%-იან ზრდას ნიშნავს. გასულ რამდენიმე თვესთან შედარებით ახალი ბინების წილი ჯამურად გაყიდული ბინების რაოდენობაში გაზრდილია და 21%-ს უტოლდება. 50-დან 75 კვადრატულ მეტრამდე ფართობის მქონე ბინების წილი ჯამურ გაყიდვებში 44%-იანია და უდიდესი წილის მქონე კატეგორიად ნარჩუნდება. რაც შეეხება 125 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართის მქონე ბინებს, მათი წილი დაბალია და 4%-ია. მშენებლობა რეკრეაციული სივრცეების სპორტული მოედნების ხარჯზე არ უნდა მოხდეს. თბილისის მერიამ გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა შეაჯამა. თბილისის მერის თქმით, უმთავრესი ნაბიჯი ამ მიმართულებით რეკრეაციული სივრცეების გასხვისების პრაქტიკის დასრულებაა. პრეზენტაციისას კახაკალაძემ თბილისის ზღვის უბნის პარკზე ისაუბრა, რომელიც მისივე განცხადებით ნულიდან გაშენდა, ასევე აღნიშნა მთაწმინდის ფერდის გამწვანების სამუშაოები, რომელსაც ფონდი ქართულ ახორციელებს. ჩვენ გვახსოვს, რომ ხდებოდა გასხვისება რეკრეაციული სივრცეების, ხდებოდა გასხვისება პარკების, იმისთვის, რომ შემდეგ იქ სამშენებლო სამუშაოები განხორციელებული იყო. მე ბევრჯერ მithქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ ცხადია ჩვენ წინააღმდეგი არ ვართ იმის, რომ მოხდეს მშენებლობა, ქალაქის განვითარება, წინსვლა სხვანაირად შეუძლებელია, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ უნდა მოხდეს რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე. ეს არ უნდა მოხდეს სპორტული მოედნების ხარჯზე და მთლიანად შევცვალეთ ეს დამოკიდებულება. მთლიანად შევცვალეთ მიდგომები. მოგვიწია კონკრეტული სივრცეების გამოსყიდვა და დაბრუნება მუნიციპალიტეტისთვის, რომ იქ არანაირი მშენებლობა არ განხორციელებული იყო. ძალიან მიხარია და ამაყივა, რომ ჩვენი პოლიტიკით და განხორციელებული პროექტებით ჩვენ შევქმნით ქალაქში უამრავი მიზიდულობის სივრცე. მიზიდულობის ცენტრი, ყველა რეაბილიტირებული პარკი, ყველა რეაბილიტირებული სკვერი, ახალი შექმნილი პროექტები, ნახეთ, გადავსებულია ადამიანებით. ყველა თაობის ადამიანი სარგებლობს აღნიშნული პარკებით და სკვერებით. თბილისის მერის მოადგილის ანდრია ბასილაიას ინფორმაციით, თბილისის გარემოს დაცვითი ღონისძიებების მიმართულებით ამ წლის ბიუჯეტი 155 მილიონი ლარია და მისი თქმით, წელს ამ მიმართულებით გაცილებით მეტი თანხა იხარჯება, ვიდრე ბოლო 7-8 წლის განმავლობაში. ბასილაიას თქმით, გაჩერებული იყო ფიტოსანიტარული სამუშაოები დედაქალაქში წლების განმავლობაში და შედეგიც ძალიან მძიმე დახვდა. თბილისის მერიამ 150 მილიონი ევროს ღირებულების ტენდერი GT Group-თან გააფორმა, რომელიც ჩინური კომპანია CRRC-ს წარმოებულ მეტროს 111 ვაგონს 5 წლის განმავლობაში მიაწვდის. მსხვილ ტენდერზე გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის პროცესი თვეების განმავლობაში გრძელდებოდა. პრეტენდენტებს შორის იყო ჩინურ კომპანიასთან ერთად ჩეხური Škoda და ყაზახური კომპანია. რატომ ერგო გამარჯვება ჩინურ კომპანიას, რომლის წინააღმდეგ გასულ წელს ევროკავშირმა გამოძიება დაიწყო? ამერიკულ კომპანიებს კი CRRC ინვესტირება გარკვეულწილად შეზღუდული აქვთ. ანუკა ჯოხაძე არკოვდა დღის განმავლობაში ამ თემის დეტალებს.
თბილისის მეტროსთვის ახალი ჩინური წარმოების ვაგონები 2025 წლის შემოდგომიდან შემოვა. GT Group-თან ხელშეკრულებას ხელი თბილისის მერიაში უკვე მოეწერა. 4 თვიანი ძიების შემდეგ 150 მილიონი ევროს ტენდერით ჩეხურ და ყაზახურ კომპანიებს ჩინურმა კომპანიამ აჯობა. CRRC საქართველოს ჯამში 111 ვაგონს მიაწვდის. ახალ შემადგენლობებს შორის 14 ერთეული 4 ვაგონიანი, 11 ერთეული კი 5 ვაგონიანი იქნება. მერიაში განმარტავენ, რომ არსებული ვაგონების სრულად ჩანაცვლებას 5 წელი დასჭირდება. ახალი მატარებლები იქნება ეგრეთ წოდებული გამჭოლი ვაგონებით. ახმეტელის თეატრი ვარკეთილის ხაზს დღეს არსებულ 5 ვაგონიანი მატარებლების ნაცვლად, 4 ვაგონიანი მატარებლების ნაცვლად 5 ვაგონიანი მატარებლები მოემსახურება, რითაც გაიზრდება მგზავრთა გადაყვანის მოცულობა. ჩვენ დავიწყებთ მოწოდებებს მომავალი წლის ნოემბრიდან. პირველი 4 შემადგენლობა ჯამში 36 ვაგონით. დაიწყებს მომავალი წლის ნოემბრიდან შემოსვლას და დავამთავრებთ ამ 4 შემადგენლობის შემოყვანას 2027 წლის თებერვლის ბოლოსკენ. დანარჩენ ვაგონებს პერიოდულად უკვე შეთანხმებისამებრ შემოვიყვანთ. თბილისის მეტროში მოძრავი ყველაზე ძველი ვაგონი 1970-იან წლებშია წარმოებული, ყველაზე ახალი კი 1992 წლით თარიღდება. სატრანსპორტო საკითხებზე მომუშავე ექსპერტების შეფასებით არსებული ვაგონების მოდერნიზება ხარჯთეფექტიანი აღარ არის და მათი ჩანაცვლება მეტროს უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. იმისაც რომ გამართულად იმუშაოს მეტროპოლიტენთან ვაგონებმა და თრეათ შიკრმა რომელსაც უზარმაზარი მეურნეობა ახლავს თან თავის სავაგონო დეპოთი, თავის სარემონტო სამუშაოებით გადაიარაღება ყოველთვის სჭირდება და აუცილებელია, იმიტომ რომ უსაფრთხოდ იმოდროს არა მარტო ქალაქის, არამედ ქვეყნის და უცხოეთის არაერთმა სტუმარმა. ჩვენთვის არსებული ინფორმაციით რაც გამაჩნია, უკვე მოძველებულია, უკვე თავისთავად ცხადია მან შეასრულა თავისი მოვალეობა და ფუნქცია იმ ვაგონო და სავაგონო დეპოში არსებულმა ტექნიკამ და აუცილებლად მოითხოვს გადაიარაღება და აუცილებლად მოითხოვს ახალი ვაგონების შემოყვანას. ჩინური კომპანია, რომელიც საქართველოს მეტროს ახალ ვაგონებს მიაწვდის, მეტროს მოძრავი შემადგენლობის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია. კომპანიას მეტროს ვაგონების არა მხოლოდ ჩინეთის ქალაქებისთვის, არამედ თურქეთისთვის, არგენტინისთვის, ფილიპინებისთვის და შეერთებული შტატებისთვის მიწოდების გამოცდილება აქვს. არსებული პორტფელის მიუხედავად გასულ წელს ევროკავშირმა CRRC-ის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. რისი საფუძველიც ბულგარეთში მეტროს ვაგონების ტენდერში არსებული პრობლემები გახდა. კომპანიას გამოწვევები ჰქონდა ამერიკასთან ურთიერთობაშიც. სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით 2020 წლიდან ჩინური კომპანიის მისამართით შეზღუდვებია ამოქმედებული. ეს გარემოება სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის ხელმძღვანელის შეფასებით მნიშვნელოვანი პრობლემა შეიძლება გახდეს. ირაკლი აბესაძე თვლის, რომ ტენდერი კონკრეტულ კომპანიაზე იყო მორგებული, რის გამოც ევროპულმა კომპანიებმა შესყიდვაში მონაწილეობაზე ინტერესი არ გამოთქვეს. თუკი საუბრობთ ჩინურ CRRC-ზე, ეს არის კომპანია, რომელსაც შარშან სერიოზული კორუფციული ბრალდებები წაუყენეს ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში ბულგარეთში და მას მოუწია ტენდერიდან გასვლა, იმიტომ რომ ევროკომისიამ ოფიციალური გამოძიება დაიწყო არაკეთილსინდისიერი სავარაუდო არაკეთილსინდისიერი ქმედებების შესახებ CRRC-ის მხრიდან. ამ კომპანიას სერიოზული პრობლემები და შეზღუდვები აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში. თუკი ეს კომპანია მომავალში მოხდება მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების ქვეშ, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება აი ამ ძალიან მსხვილი და მნიშვნელოვანი შესყიდვის შესრულება. აბესაძის მხრიდან დასახელებულ რისკებს არ იზიარებენ თბილისის მერიაში და ამბობენ, რომ კომპანიას მეტროს ვაგონების მიწოდების კუთხით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და ჩინური ვაგონები დღეს ბევრ ქვეყანაშია. მათი თქმით, დღეს CRRC-ის შესაძლო სანქცირებასთან დაკავშირებით საუბარს აზრი არ აქვს და საკითხის პოლიტიზება არ უნდა მოხდეს. GT Group-ში კი ამბობენ, რომ კომპანიას რისკები საბანკო გარანტიით აქვს გადასხვეული. თქვენ ძალიან კარგად ნახავთ, რომ ეს კომპანია სარგებლობს ძალიან მაღალი სანდოობით, ძალიან მაღალი ხარისხით და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ვერანაირი საფრთხე ვერ იქნება ამ გადაწყვეტილებაში. დღეს საუბარი, რომ რაღაცა პერიოდის შემდგომ შეიძლება რაღაც უმაღლესი დონის კომპანია ჩინური აღმოჩნდეს სანქციების ქვეშ, არასერიოზული. რაც შეეხება ამერიკას და საზღვარგარეთ ევროპის თვალსაზრისით თუ რა ხდება, მაგას მე ვერ გაგცემთ პასუხს, თუმცა გეტყვით, რომ ამერიკაშიც, უნგრეთშიც მიწოდებები გააჩნია კომპანიას და მოგებული აქ ტენდერები. მერიასთან გვაქვს საბანკო გარანტია დადებული და იმ შემთხვევაში თუ ვერ მივაწოდეთ რომელიმე ვაგონი, პასუხისგებელი ვიქნებით მაგ შემთხვევაში თანხით. აქედან გამომდინარე, მე მგონი რისკები მინიმალურია.
ერთ-ერთი პრეტენდენტი, რომელიც შესყიდვაში მონაწილეობას იღებდა, ჩეხური შკოდა იყო. შკოდა ტენდერში სიმბოლური ფასით 1 ლარით იყო შემოსული. BMG-ის ინფორმაციით, ჩეხურმა შკოდამ ტენდერი გაასაჩივრა, რადგან ფიქრობდნენ, რომ ის ჩინურ კომპანიაზე იყო მორგებული. შკოდას საჩივარზე კითხვის დასმა თბილისის ვიცე-მერთან მოგვიწია, რადგან სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელმა შეხვედრა მედიასთან კომენტარის გარეშე დატოვა. აიხედეთ რა ფასი ქონდა წარმოდგენილი შკოდას და ძალიან მარტივად ეს უნდა დაუსვათ შკოდას წარმოადგენს. ის მიერ დაფიქსირებული იქნა სიმბოლური ფასი 1 ევრო თუ 1 ლარი, ანუ მან წინასწარვე განაცხადა, რომ ის მოგებისთვის არ მონაწილეობდა, მას უბრალოდ სურდა დაკვირვებოდა მართლაც რა ხდებოდა იმ ტენდერში, რომელიც სამართლიანი პირობებით გამოცხადების შემთხვევაში მისთვის საინტერესო იქნებოდა. სწორედ ეს არის განაცხადი შკოდას მხრიდან, რომ თუ წინასწარვე მორგებული და საეჭვო პირობებით არ გამოცხადდებოდა ეს ტენდერი, ჩვენ დღეს დედაქალაქში შეიძლება ვყოლოდა შკოდას წარმოების მეტროს ვაგონები. თბილისის მერია მეტროს მოძრავი შემადგენლობის მოდერნიზება ჯერ კიდევ 2021 წელს გეგმავდა, რისთვისაც EBRD-ის დაფინანსებით 44 ვაგონის შესასყიდად საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. აღნიშნულ ტენდერში რუსულმა კომპანია მეტრო ვაგონმაშმა გაიმარჯვა, რომელიც მერიას ახალ ვაგონებს 59 მილიონ ევროდ მიაწვდიდა. თუმცა ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ მერიამ განაცხადა, რომ ამ კომპანიასთან მიწოდების ხელშეკრულებას აღარ გააფორმებდა. საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშით 2025 წლის პირველ კვარტალში საგარეო ეკონომიკური დამოკიდებულების ინდექსმა 9,271,657-ს მიაღწია. ეს 21,7%-ით მეტია 2024 წლის მეოთხე კვარტლის მაჩვენებელზე. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ქვეყნის მასშტაბით 12 ტენდერი გამოაცხადა, რომელთა საერთო ღირებულებაც 2,100,000 ლარს უტოლდება. ტენდერის აღწერის თანახმად შესყიდვა გამოცხადებული არის იმ მიზნით, რომ მოხდეს წყალმომარაგება კანალიზაციის სისტემების გაყვანის დროს სამშენებლო სამუშაოებით დაზიანებული გზების რეაბილიტაცია. წყალტუბო-კვლავ ახალი სიცოცხლის მოლოდინშია. წინა თვეში მთავრობამ კურორტზე მდებარე ყოფილი სანატორიუმის კიდევ ერთხელ გასხვისებას სცადა, თუმცა უშედეგოდ. აუქციონზე თამარ მეფის ქუჩა 4-ში არსებული 50,000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის და მასზე მდებარე შენობები იყო გამოტანილი, რომელთა საწყისი ფასიც თითქმის 3 მილიონი ლარია. საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა ივნისის ბოლოსთვის 7 მილიარდ 100 მილიონ ლარს, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 1 მილიარდ 800 მილიონ ლარს მიაღწია. უახლესი მონაცემებით საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 623,000 ადამიანს უტოლდება. საქართველოს საპენსიო ფონდის ზომა 7 მილიარდ 100 მილიონი ლარია, ამონაგები კი 1 მილიარდ 800 მილიონი ლარის მოცულობას ცდება. საპენსიო ფონდის მონაცემებით საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1,623,000-ია. ამასთან 2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით დაგროვებითი პენსიით 22,135 მოქალაქემ ისარგებლა და მათზე პენსიის სახით 89,300,000 ლარია გაცემული. გლობალურ ბაზრებზე დაფიქსირებულმა ზრდამ განსაკუთრებით პოზიტიურად დინამიკურ პორტფელზე იმოქმედა და ივნისის ამონაგები 2,39% იყო. ამ პერიოდში დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების ამონაგების შესაბამისად 1,78 და 1,27%-ია. საპენსიო ფონდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ივნისის საპენსიო ფონდის პორტფელებისათვის მიმდინარე წელს ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩნდა, რაც დიდწილად საერთაშორისო ბაზრებზე აქციების ფასების ზრდამ განაპირობა. დადებითი დინამიკა ინვესტორთა განწყობის გაუმჯობესებას უკავშირდება, რაც თავის მხრივ სავაჭრო მოლაპარაკებებში მიღწეული პროგრესით და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაციითაა გამოწვეული. გაჩერებული და გაჭიანურებული ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროექტები. საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის ინფორმაციით ამ დროისთვის ქვეყანაში ჰესების 88 პროექტი გაჩერებულია. ენერგეტიკის დარგის ინვესტორები აღნიშნავენ, რომ ჰესების მშენებლობის გაჭიანურების მთავარ მიზეზებს შორის ბიუროკრატიული პროცესები და ადგილობრივი მოსახლეობის უარყოფითი დამოკიდებულებაა გენერაციის ობიექტების მიმართ. დარგის წარმომადგენლების ნაწილის თქმით, მიუხედავად სექტორში CFD ტარიფების შემოღებისა, მთელი რიგი საკითხები გამოწვევა რჩება, მათ შორის სამშენებლო ნებართვების მიღება და გენერაციის ობიექტების ქსელზე მიერთება. რატომ ჭიანურდება ენერგეტიკული პროექტების დაწყება და რა აფერხებს კერძო სექტორს? თუმცა შუბაშვილის სიუჟეტი ვნახოთ.
საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 88 მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურის პროექტი გაჩერებული და დაპაუზებულია. როგორც ირკვევა, ინვესტორები პროექტების განხორციელებისას რამდენიმე მთავარ ბარიერს აწყდებიან, მათ შორისაა გაჭიანურებული ბიუროკრატიული პროცესები და ადგილობრივი მოსახლეობის უარყოფითი დამოკიდებულება ჰესების მიმართ. როგორც ასოციაციაში აღნიშნავენ, შედეგად ინვესტორების ნაწილი მზის და ქარის პროექტებზე გადაერთო, ათეულობით მცირე და საშუალო ჰესის პროექტი კი ამ დრომდე გაურკვეველი ვადითაა გაჩერებული. რეალურად ჩვენ ვდგავართ სერიოზული გამოწვევის წინაშე ჰიდროენერგეტიკასთან მიმართებაში, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობს პროექტები საშუალო მცირე, მათ შორის აქ არ არის საუბარი მსხვილ პროექტებზე, რომლებიც რამდენიმე წელია უკვე გაჩერებულია. ამას აქვს თავისი მიზეზი. პირველი ეს გახლავთ ბიუროკრატიული და დროში გაწელილი პროცედურა, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ დაახლოებით 3, 4, 5 წლის განმავლობაში ინვესტორი ელოდება სხვადასხვა ტიპის დახმარებას და ყველაზე კრიტიკული აქ გახლავთ ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის ნაწილი. აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის ადგილობრივი ხელისუფლების როლი, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ სწორედაც მოდერატორის როლი და ფუნქცია უნდა შეითავსოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ. ინვესტორს ძალიან უჭირს პირადად კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან. იმაზე, რომ საქართველოს ენერგოსისტემას ბოლო წლების განმავლობაში ახალი სიმძლავრეები ნელი ტემპებით ემატება, ოფიციალური სტატისტიკაც მიუთითებს. მაგალითად 2023-2024 წლებში ქვეყნის დადგმულ სიმძლავრეს დაახლოებით მხოლოდ 60 მეგავატამდე მოცულობა შეემატა. ქვეყანაში ელექტროსადგურების მშენებლობის გააქტიურებას ისახავს მიზნად მთავრობის მიერ ენერგეტიკის დარგში შემოღებული CFD მექანიზმი, თუმცა დარგის წარმომადგენლების ნაწილი აცხადებს, რომ მიუხედავად სექტორში CFD ტარიფების მთელი რიგი საკითხები გამოწვევად რჩება, მათ შორის ჰესებისთვის სამშენებლო ნებართვების დროული მიღება და გენერაციის ობიექტების ქსელზე მიერთება. CFD არ არის რაღაცა განსაკუთრებულად ფურცელზე წერია, უბრალოდ ტარიფი, სხვა არაფერი არ შეცვლა ამ პროექტებისთვის. ისევ იგივე მიერთების პრობლემა არის, ისევ იგივე არ ვიცი სატყეო დეპარტამენტთან რაღაცა კოლოსალური თანხების გადახდის პრობლემა არის, ისევ იგივე არ ვიცი მიწის საკითხები არის, სოციალური საკითხები, მიერთების საკითხები და არ ვიცი, ისევ იგივენაირად ამ CFD კონტრაქტებით რაღაცა ჯგუფები ცდილობენ ვაჭრობას ფურცლებით. შესაბამისად, არაფერი დიდი არ იცვლება, რაც CFD არის, რაც სხვა პროექტებს CFD-ის გარეშე პრობლემები აქვს, იგივე პრობლემები აქვს CFD-ში. ძალიან იწელება 2 წელი შეიძლება გაიწეროს პროექტი, ხო? 2 წელი გაიწეროს პროექტი. აი ეს საკითხები ბიუროკრატიული ამას ემატება, ეს მიერთების არ ქონა და აი ეს აქვია ჭიდილი, აი რა ვქნათ, როგორ ვქნათ, აი ამ ყველაფერში იწელება და 2 წელი, 3 წელი შეიძლება გავიდეს რაღაცა ერთი პატარა პროექტის განხორციელებისთვის, ხო? 10-15 მილიონიანი პროექტისთვის. დარგისთვის ბიუროკრატიული პროცესების გამარტივების აუცილებლობაზე საუბრობენ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მშენებელ კომპანია ბემონში, სადაც აღნიშნავენ, რომ მცირე და საშუალო ჰესების პროექტების გააქტიურებასთან ერთად აუცილებელია მსხვილი წყალსაცავიანი ელექტროსადგურების პროექტების განახლებაც. რეალობის წინაშე ვდგავართ, რომ ძალიან ბევრი პროექტი არის გაჩერებული, დაპაუზებული და ძირითადი მიზეზი, რასაც ვისმენთ, არის სამშენებლო ნებართვის არყოფნა, არ ქონა კომპანიებზე, რასაც წინოდღვის გეზეშეს მიმართულებით პრობლემები და გაწელილი თქვათ სიტუაცია ამ მიმართულებით. უმნიშვნელოვანესია, რომ განახლდეს ყველა დიდი პროექტი, რა თქმა უნდა, ხაზგაუსმებ, რომ უნდა ჩატარდეს ასე თქვათ, მუშაობა ამ მიმართულებით და ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საქმე. იმიტომ რომ თუ ჩვენ ეს დიდი პროექტები არ განვახორციელებთ, ერთი რომ ციფრებს შევხედოთ, რამხელა ინვესტიციებს მოიზიდას, მერე შევხედოთ ჩვენი ენერგეტიკა რამდენად საჭიროებს ამ ყველაფერს და რა პოტენციალს გვაძლევს, თქვათ, იგივე ექსპორტის კუთხით. სექტორის წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე კი მთავრობის გეგმით 2030 წლისთვის საქართველო ენერგეტიკული თვალსაზრისით სრულად თვითკმარი ქვეყანა უნდა გახდეს. ანუ იმაზე მეტი ელექტროენერგია აწარმოოს, ვიდრე მოიხმარს. დარგის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ არსებული ტემპებით გენერაციის ობიექტების მშენებლობის ფონზე დასახული გეგმის მიღწევა რთულია. გაცხადებული პოლიტიკა, რომ 2030 წელს გვინდა რომ მივიდეთ, ძალიან გაგვიჭირდება 5 წლის განმავლობაში იმ ტემპებით, რომელი ტემპითაც დღეს ჩვენ ვცდილობთ ენერგეტიკის ხელშეწყობას, რომ მივიდეთ თვითკმარობამდე. იმიტომ რომ წლები ჭირდება
ჰესების მშენებლობას, ეს არ არის 1 ან 2 თვის ამბავი და შესაბამისად გამომდინარე აქედან კრიტიკულად მნიშვნელოვანია დავიწყოთ მუშაობა უკვე გუშინ თუ არა დღეს მაინც იმისათვის რომ სულ მინიმუმ 30 წელს ან უახლოეს პერიოდში გავხდეთ თვითკმარი ქვეყანა და საბოლოო ჯამში არ გამოგვივიდეს ისე რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ავაშენოთ და მხოლოდ გამტარის როლი გვქონდეს. ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლები ახლა ეკონომიკის ახალ მინისტრთან შეხვედრის მოლოდინში არიან. ბიზნესი ამბობს, რომ უწყების ახალ ხელმძღვანელთან სხვა პრობლემურ საკითხებთან ერთად გრედას მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის მიღების აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრებენ. კანონპროექტი ქონების და მიწის გადასახადის გარკვეული ნაწილის უშუალოდ იმ თემსა თუ სოფელში დარჩენას ითვალისწინებს, სადაც გენერაციის ობიექტები ან და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. მაქტიკომა ტარიფის გაძვირების გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად წარმოადგინა. ასე აფასებს კომუნიკაციების კომისია კომპანია მაქტის სატარიფო ცვლილებას. მარეგულირებელი საკითხის შესწავლას აანონსებს და მიიჩნევენ, რომ კომპანიის მხრიდან ტარიფის გაზრდა განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, როცა საქართველოში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ მომსახურების ფასები ევროპის ქვეყნებთან შედარებით ისედაც გაცილებით მაღალია. კომკომის შეფასებით, თუ კომპანია აბონენტებს შეინარჩუნებს ამ გზით წლიური შემოსავლის თითქმის 14 მილიონი ლარით გაზრდას შეძლებს. მაქტიკომი 1 აგვისტოდან ტარიფს 3 ლარით იმ აბონენტებისთვის ზრდის, ვინც 50 მეგაბიტ-წამიან ფიქსირებულ ინტერნეტს ან ინტერნეტს პლუს IPTV მომსახურებით სარგებლობს. კომკომი მიუთითებს იმასაც, რომ გასულ წელს მაქტიკომა ოპტიკური ინტერნეტის მომხმარებლებს ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარე გაუზარდა და 30 მეგაბიტ-წამიანი პაკეტი გააუქმა. შედეგად ეს აბონენტები იძულებულები გახდნენ გადაიხადონ ნაკლები ინტერნეტი სიჩქარეში ან შეიძინონ 50 მეგაბიტ-წამიანი სიჩქარის პაკეტი გაზრდილი ფასებით, რაც კომკომის შეფასებით მათ არჩევანს მნიშვნელოვნად უზღუდავს. კომპანიის მხრიდან ტარიფის გაზრდა განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, როცა საქართველოში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ მომსახურების ფასები ევროპის ქვეყნებთან შედარებით ისედაც გაცილებით მაღალია. მომხმარებლების ინტერესების დაცვის მიზნით კომუნიკაციების კომისია საკითხს მოქმედი კანონმდებლობის მათ შორის კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად შეისწავლეს. ამასთან კომუნიკაციების კომისია დააკვირდება სხვა კომპანიების ქმედებებსაც. შეუერთდებიან თუ არა მაქტიკომის დაანონსებულ ცვლილებას და მიიღებენ თუ არა ტარიფების ზრდის შესახებ გადაწყვეტილებებს. გაზრდილი ტარიფების პირობებში, თუ ამ გადაწყვეტილების შემდეგ მაქტიკომი არცერთ აბონენტს არ დაკარგავს, კომკომის დაანგარიშებით კომპანია ყოველთვიურად 1.49874 ლარს მიიღებს, რითაც მისი წლიური შემოსავალი საშუალოდ 13.918.485 ლარით გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციების კომისიამ გასულ წელს დაასრულა საქართველოს სატელეკომუნიკაციო სექტორის კომპლექსური კვლევის პირველი ეტაპი, რომლის ფარგლებშიც მაქტიკომი როგორც ფიქსირებულ, ისე მობილურ საბითუმო ბაზრებზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორად გამოვლინდა, ვინაიდან მას სხვა კომპანიებთან შედარებით აბონენტების ინფრასტრუქტურისა თუ შემოსავლების კუთხით მნიშვნელოვნად დიდი უპირატესობა ჰქონდა. სწორედ იმისთვის, რომ ბაზარზე კონკურენცია გაუმჯობესებულიყო, ხოლო მომხმარებლებს მრავალფეროვანი არჩევანი და უკეთესი სერვისი მიეღოთ, კომკომმა მაქტიკომს სხვადასხვა სახის ვალდებულებები განუსაზღვრა, რომლის აღსრულებაზე მუშაობაც ამ ეტაპისთვის აქტიურად მიმდინარეობს. რაც შეეხება შემოსავლებს, 2025 წლის მდგომარეობით ქვეყანაში საქართველოში ფიქსირებულ ინტერნეტს სულ 1.140.000 აბონენტი ჰყავს. აქედან ბაზრის ყველაზე დიდი წილი 46% მაქტის ეკუთვნის, რომელსაც 529.251 აბონენტი უფიქსირდება. მეორე პოზიციას 32% სილკნეტი იკავებს, რომელსაც 364.600 აბონენტი ჰყავს. მესამეზე სკიტელი არის ბაზრის 6%-იანი წილით, მეოთხეზე ახალი ქსელები 4%-იანი წილით. 4 თვეში მაქტიკომმა ამ სერვისის მიწოდებით 63.900.000 ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო, სილკნეტმა 48.700.000, ხოლო მესამე ადგილზე ყოფნა სკაიტელმა 8.800.000, 4.200.000-იანი შემოსავალი ჰქონდა ახალ ქსელებს. კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით ფიქსირებულ ინტერნეტს ყველაზე მეტი 472.000 აბონენტი ჰყავს თბილისში, მეორე ადგილზე აჭარა არის 119.000 აბონენტით და მესამეზე იმერეთი 113.000 აბონენტით. უფრო გლობალურადაც რომ გადავხედოთ ტელეკომუნიკაციებს და ინდუსტრიაში ინვესტიციების მაჩვენებლებს, რომელი ქვეყნები ლიდერობენ და რომელი ქვეყნებში ინვესტირებით ინტერესდებიან ინვესტორები, სად არის ამ დროს საქართველო თავისი პოზიციებით, მცირე სიუჟეტი უნდა შემოგთავაზოთ.
სატელეკომუნიკაციო სექტორში განხორციელებული ინვესტიციები კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც ციფრული ეკონომიკის განვითარების, ისე გლობალური საზოგადოების კავშირის შენარჩუნების თვალსაზრისით. ქვეყნები, რომლებიც აქტიურად აგრძელებენ ამ სექტორში ფინანსების ჩადებას, უკეთ არიან მომზადებულები მომავლის ციფრული გამოწვევებისთვის. იქნება ეს 5G ხელოვნური ინტელექტი თუ ინტერნეტის გავრცელება ყველაზე შორეულ რეგიონებშიც. ბოლო განახლებული სტატისტიკის თანახმად, რომელიც 2023 წლის მონაცემებს მოიცავს, სატელეკომუნიკაციო ინვესტიციების უმსხვილესი მოცულობით ქვეყნებს შორის ლიდერი ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც ჯამურად ამ სექტორში 7 მილიარდ 300 მილიონი დოლარის ფინანსური კონტრიბუცია ჩაიდო. პლანეტის მთავარი ეკონომიკა, რომ პირველობას არც ამ ინდუსტრიაში თმობს, გასაკვირი ნამდვილად არ არის. მით უფრო თუ გავიხსენებთ, რომ შტატები ისეთი გიგანტების სამშობლოა, როგორიცაა T-Mobile, AT&T და Verizon. ამერიკას ვინ თუ არა ჩინეთი მოსდევს სატელეკომუნიკაციო სექტორში ჯამურად ჩადებული 59 მილიარდ 100 მილიონი დოლარის ინვესტიციით. თუმცა ამ შემთხვევაში ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ქვეყანაში ეს სექტორი დიდწილად სახელმწიფოს კონტროლ ქვეშ არის. მათ შორის უმსხვილესი მოთამაშე კი China Mobile Ltd-ია, რომელიც 1 მილიარდზე მეტი აბონენტით პოზიციონირებს და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. მესამე და მეოთხე პოზიციებზე იაპონია და გერმანია 23 მილიარდ 300 მილიონი დოლარისა და 16 მილიარდ 200 მილიონი დოლარის ინვესტიციით. აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ამ ბაზარზე ინდოეთის მიერ პოზიციის გამყარება, რომელმაც ლიდერების ხუთეულში გზა სატელეკომუნიკაციო სფეროში ჩადებული 16 მილიარდ 100 მილიონი დოლარის ინვესტიციით გაკვალა. ამავე დროს არც იმის თქმა უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ბაზარი დაბალი ფასებითა და მომხმარებლების დიდი რაოდენობით გამოირჩევა, რაც კომპანიებს მუდმივი განახლებისა და ინვესტიციების ზრდისკენ უბიძგებს. აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ რეიტინგის ოცეულში ევროპიდან 7 ქვეყანა შედის, რაც ხაზს უსვამს რეგიონის განვითარებულ სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურასა და 5G ტექნოლოგიის ფართო დანერგვას. ევროპის მასშტაბით გერმანიას საფრანგეთი მოსდევს, სადაც სატელეკომუნიკაციო სექტორში ინვესტიციების მოცულობა 14 მილიარდ 900 მილიონ დოლარს შეადგენს. დიდ ბრიტანეთში ეს მაჩვენებელი 12 მილიარდ 300 მილიონი დოლარია, ხოლო იტალია 7 მილიარდ 100 მილიონი დოლარით პოზიციონირებს. რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, მართალია საქართველოს იმ სახელმწიფოებს შორის არ ხვდება, სადაც ტელეკომუნიკაციებში ყველაზე მეტი ინვესტიცია იდება, თუმცა თემის მიმოხილვას ჩვენი ქვეყნის ბაზრის გადახედვის გარეშე ცხადია ვერ დავასრულებთ. ამ შემთხვევაში ჯამური, მათ შორის შიდა ინვესტიციების მოცულობის სტატისტიკა ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა პირდაპირ უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით ბოლო განახლებული ინფორმაციის თანახმად 2025 წლის პირველ კვარტალში ინფორმაცია კომუნიკაციების სექტორში FDI წლიურად თითქმის 3-ჯერ გაიზარდა. კერძოდ 2024 წლის პირველ კვარტალში სექტორში 18 მილიონ 100,000 დოლარის პირდაპირ უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. 2025 წლის პირველ სამთოში კი ეს მაჩვენებელი 52 მილიონ 300,000 დოლარამდე გაიზარდა. როგორც სტატისტიკის სამსახურის მონაცემები აჩვენებს, 52 მილიონი დოლარის FDI-დან 50%-ზე მეტი ამერიკაზე მოდის. ხუთეულში დარჩენილი პოზიციები კი ასე ნაწილდება. გაერთიანებული სამეფო 5 მილიონ 800,000 დოლარი, ფინეთი 5 მილიონ 400,000 დოლარი, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები 3 მილიონ 400,000 დოლარი, ნიდერლანდები ასევე 3 მილიონ 400,000 დოლარი. აბუ-დაბიში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის შეხვედრა გაიმართა. აზერნიუსი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ორივე მხარემ დაადასტურა, რომ პირდაპირ ორმხრივი მოლაპარაკებები ნორმალიზაციასთან დაკავშირებული გადაუჭრელი საკითხების მოსაგვარებლად ყველაზე ეფექტურ ფორმატად რჩება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შედეგებზე ორიენტირებული დიალოგი მომავალშიც გაგრძელდება. სომხეთის პრეზიდენტმა ვააგან ხაჩატურიანმა დაამტკიცა კანონი, რომელიც პრორუსი სომეხი ოლიგარქის სამվել კარაპეტიანის კუთვნილი კომპანიის სომხეთის ელექტროქსელების ნაციონალიზაციას ითვალისწინებს. რუსეთის ვეტერინარულ-სანიტარული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა აზერბაიჯანული წარმოების 2 კომპანიის ყველა სახის რძის პროდუქტის იმპორტი შეზღუდა. უწყება 3 კომპანიისგან დამატებით დეტალებს ითხოვს. გერმანიაში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპის შენელების ტენდენციაა. წლიური ინფლაცია 2%-ია, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 1,1%-ული პუნქტით ნაკლებია და ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ სამიზნე ნიშნულთან სრულ შესაბამისობაშია. სტრასბურგში ევროპარლამენტმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის და მისი კომისიის მიმართ უნდობლობის გამოცხადების წინადადება არ მიიღო.
საკმაოდ რთული წელია. ვერ გეტყვით, რომ წლის პირველ ნახევარში კარგად იყო ყველაფერი. ამის შესახებ საქმის კურსთან საუბრისას ლეგენდს წყალტუბოს სპა რეზორტის დირექტორმა ანდრო ჯიშგარიანმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეცვლილი არის საქართველოში ჩამოსული ვიზიტორების სეგმენტი იმ ქვეყნებიდან, საიდანაც ტურიზმი ძირითადად ზრდას აჩვენებს. ბალნეოლოგიური მიმართულებით ნაკლებად ინტერესდებიან ტურისტები. წლის პირველ ნახევარში წყალტუბოში ვიზიტორების ნაკლებობაზე აისახა ისრაელში მიმდინარე კონფლიქტი. ანდრო ჯიშგარიანის თქმით, კომპანია ცდილობს, რომ გააფართოვოს სტუმრების სეგმენტი და უმასპინძლოს არა მხოლოდ სამედიცინო ტურიზმით დაინტერესებულ პირებს, არამედ ბაზარს შესთავაზოს სხვა, მათ შორის საოჯახო პაკეტებით. სწორედ ამ მიზნით ინვესტიციები წელს სასტუმროში გახორციელდა, გაიხსნა აკვაპარკი, სპა ცენტრის გაფართოებაში ჩაიდო ასევე თანხები და არის მოლოდინი, რომ ამან შესაძლოა გაზარდოს ინტერესი. ჩვენ სეგმენტურად ვცდილობთ გავაფართოვოთ ჩვენი სეგმენტი და არ მოვერბოთ მხოლოდ სამკურნალო ტურიზმს, რადგან ამ ეტაპისთვის საკმაოდ რთულად იტვირთება მხოლოდ ამ მიმართულებით ჩვენი რეზორტი. სეგმენტი არის შეცვლილი თვითონ საქართველოს ტურიზმის და ის სეგმენტი რეალურად, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი, ეს არის ვთქვათ გალფის ქვეყნები, ეს არის ინდოეთი, ეს არის ნაწილობრივ ჩინეთი. ეს ბაზრები ჩვენი მიმართულებით, საერთოდ რეგიონალური არამთიანი კურორტების მიმართულებით და არაზღვით არ ინტერესდებიან, ან ნაკლებად ინტერესდებიან. მარკეტინგული კამპანიაც ამ მომენტისთვის არ მიმდინარეობს ამ ბაზრებზე სამედიცინო ანუ ბალნეოლოგიური ტურიზმის და აქედან გამომდინარე შეიძლება ტურისტების რაოდენობა ჯამში არ იცვლება. ანუ იზრდება კიდეც სტატისტიკურად, თუმცა ეს ჩვენ სეგმენტზე დადებითად მაინც არ საქართველოს ბალნეოლოგიური პოტენციალის მათ შორის წყალტუბოს გაპიარება ისე როგორც ჩემი აზრით საჭირო არის, ანუ ეს ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებად ითვლებოდა ტურიზმის განვითარების, მაგრამ ფინანსური დანახარჯებიდან გამომდინარე მარკეტინგულ კამპანიებში ჩემი გადმოსახედიდან ეს ასახული არ არის, იმიტომ რომ ეს რო ასახული იყოს, ეს დაეთყობოდა უბრალოდ ჩვენი და სხვა სასტუმროების დაფიქსირებას. რუსთავში ამორტიზებული სტადიონის ახლით ჩანაცვლება იგეგმება. მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, ახალი სტადიონი არსებული ამორტიზებული სტადიონის ტერიტორიაზე უნდა აშენდეს და მისი სავარაუდო ღირებულება 2 მილიონი ლარია. შესაბამისად, კონტრაქტორმა ჯერ ნიკოლაძის ქუჩაზე არსებული სტადიონის დემონტაჟი უნდა უზრუნველყოს და შემდეგ ახალი ააშენოს. პროექტით გათვალისწინებული არის არანაკლებ 10,000 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, მათ შორის VIP და მედია ტრიბუნებიც. კომპანიებს ტენდერში წინადადებების წარდგენა 11 აგვისტომდე შეუძლიათ. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ქვეყნის მასშტაბით 12 ტენდერი გამოაცხადა, რომელთა საერთო ღირებულებაც 2 მილიონი 100,000 ლარია. ამ ტენდერების აღწერის მიხედვით შესყიდვა გამოცხადებული არის იმ მიზნით, რათა მოხდეს წყალმომარაგება კანალიზაციის სისტემების გაყვანის დროს სამშენებლო სამუშაოებით დაზიანებული გზების რეაბილიტაცია. ტენდერები გამოცხადებული არის კახეთის, გურის, იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის, სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონების სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღსადგენად. ამ შესყიდვების ფარგლებში კომპანიებს საკუთარი წინადადებების დაფიქსირება 25 ივლისამდე შეეძლებათ. საქართველოს საგარეო ეკონომიკური დამოკიდებულებების მაჩვენებელი კვლავ ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშით პირველ კვარტალში საგარეო ეკონომიკური დამოკიდებულებების ინდექსი 9,61,647-ია, რაც 21,7%-ით მეტი არის წინა 2024 წლის მეოთხე კვარტლის მაჩვენებელზე, როცა 7,617,008 ფიქსირდებოდა. ანგარიშით ცალკე არის გამოყოფილი ძირითადი სავაჭრო პარტნიორები და მითითებულია, რომ ევროკავშირიდან იმპორტი შემცირდა, თუმცა ექსპორტი მცირედით გაიზარდა. ამის მიუხედავად, ევროკავშირი კვლავ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციას საქართველოს პარტნიორებს შორის ინდექსის 18,3% წილით. დოკუმენტის დასკვნით საქართველოს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობები კვლავ მაღალია. ინდექსის მაჩვენებლის ზრდა კი მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანა უცხოურ ეკონომიკურ პროცესებზე სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული. ინდექსის მოცულობა მთლიანი შიდა პროდუქტის 92%-ში ადგეს, რაც საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ღიაობის მაჩვენებელია. ამ ფონზე ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საქართველოს საგარეო ეკონომიკური სტრატეგია უფრო დივერსიფიცირებული უნდა იყოს, რათა ქვეყნის ეკონომიკა ნაკლებად მოწყვლადი გახდეს გარე შოკების მიმართ.
აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტის დეპუტატებმა რეკლამის შესახებ კანონში ცვლილებები შეიტანეს, ახალი დებულებები კრიპტომაინინგის მოწყობილობების რეკლამირების აკრძალვას და პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. TASS-ის ინფორმაციით, კანონით იკრძალება კრიპტომაინინგის მოწყობილობების მისი კომპონენტებისა და ელემენტების, ასევე მათი შეკეთებისა და გაყიდვის სერვისის რეკლამირება. მანამდე დე-ფაქტო პარლამენტს პირველი მოსმენით მიღებული ჰქონდა კანონ პროექტები კრიპტოვალუტის მაინინგის აკრძალვაზე და კრიპტომაინინგის სფეროში აფხაზეთის ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანაზე. სომხეთის მასშტაბით კრიპტოაქტივებთან დაკავშირებით ახალი კანონმდებლობა და რეგულაციები ამოქმედდა. დოკუმენტის მიხედვით განისაზღვრა საინვესტიციო პლატფორმის სავაჭრო ბირჟის და სერვისების გამწევი სუბიექტების ცნებები და პარამეტრები. კანონმდებლობის განმარტებით ქვეყანას სფეროს რეგულირება ისეთნაირად სურს, რომ თაღლითობის რისკები შემცირდეს, თუმცა ტექნოლოგიური სექტორი არ შეფერხდეს და სომხეთში ინოვაციური პროექტები განხორციელდეს. კრიპტოინდუსტრიის მარეგულირებლად სომხეთში ქვეყნის ცენტრალური ბანკი გვევლინება, რომელიც მომავალში დამატებით რეგულაციებს და წესებს დაამტკიცებს. საერთო ჯამში ინდუსტრიის წარმომადგენლები ქვეყანაში მიმდინარე ცვლილებებს პოზიტიურად აფასებენ და მათი შეფასებით მკაფიო საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობა ბიზნესის განვითარებას ხელს შეუწყობს. რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა ორი აზერბაიჯანული მწარმოებლის ალბაისა და milk products-ის ყველა სახეობის რძის პროდუქტის იმპორტი აკრძალა. როსელხოდნადზორის პრესსამსახურის ინფორმაციით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აზერბაიჯანის რუსეთის უვნებლობის სააგენტომ განაცხადა, რომ ეს კომპანიები როსელხოდნადზორის ინსპექციის გავლაზე უარს ამბობდნენ. სააგენტოს ინფორმაციით, საწარმოებმა თავად გამოთქვეს სურვილი რუსეთში პროდუქციის მიწოდება აღარ გააგრძელონ. The Moscow Times წერს, რომ შეზღუდვები რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების მკვეთრი გაუარესების ფონზე დაწესდა, რომელიც ივნისის ბოლოს დაიწყო. კონფლიქტი ეკატერინბურგში ძალოვნების მიერ ჩატარებულმა რეიდმა გამოიწვია, რომელიც მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის დიდი ხნის სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების ფარგლებში განხორციელდა. ოპერაციის დროს ორი აზერბაიჯანელი ძმები, ზიადინ და ჰუსეინ საფაროვები მოკლეს. ბაქოში აცხადებენ, რომ ძმები სასტიკიცემის შედეგად არიან მოკლულები, რაც რეპატრიაციის შემდეგ ცხადრების გაკვეთით დადასტურდა. საპასუხოდ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ რუსული საინფორმაციო სააგენტო სპუტნიკის ბაქოს ოფისი გაჩხრიკა. დააკავეს სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი და მთავარი რედაქტორი ევგენი ბელორუსოვი, რომელსაც თაღლითობაში უკანონო სამეწარმეო საქმიანობასა და ფულის გათეთრებაში ეტება ბრალი. მალევე აზერბაიჯანში რუსეთის კიდევ 8 მოქალაქე, ძირითადად რელოკანტი IT სპეციალისტები და სულ მცირე ერთი ტურისტი დააკავეს. ყველა მათგანს ნარკოტიკებით ვაჭრობასა და კიბერაქტივობებთან დაკავშირებულ დანაშაულებში სდებენ ბრალს. თავის მხრივ მოსკოვმა რუსეთის ტერიტორიაზე აზერბაიჯანული დიასპორის წარმომადგენლების წინააღმდეგ გაამკაცრა ზომები. მოსკოვის ოლქის აზერბაიჯანული დიასპორის ხელმძღვანელს კი რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარკუს ცაკნა ევროკავშირს რუსული ნავთობის ფასზე დაწესებული ზედაზღვარის $60-დან $45-მდე შემცირებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, თუ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 18 პაკეტს ვეტოს დაადებს. ცაკნა აცხადებს, რომ სანქციებს რეალური შედეგები არ ექნება, თუ ევროკავშირი კრემლზე ზეწოლას არ გააძლიერებს. ესტონეთის ინიციატივას გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეები, სლოვაკეთის და უნგრეთის პირველი დიპლომატების შეფასებით. მსგავსი რიტორიკა ვითარებას კიდევ უფრო გაამწვავებს. ნავთობის ფასზე ზედაზღვარის დაწესებას მხოლოდ ესტონეთი არ უჭერს მხარს. დიდი შვიდეულის ქვეყნებიც უფრო მკაცრი მიდგომის მომხრე არიან. ამ დროისთვის რთულია წინასწარი პროგნოზი, რა შედეგით დასრულდება ეს აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა ჩანს, რომ ევროკავშირის ლიდერებს არა მხოლოდ უნგრულ-სლოვაკური პრეტენზიების, არამედ ესტონური მოთხოვნების გათვალისწინება დასჭირდებათ. თურქეთმა კილისსა და ალეპოს შორის მილსადენის მშენებლობა დაასრულა. სირია მეზობელი ქვეყნისაგან ყოველწლიურად 2 მილიონ კუბურ მეტრ გაზს სწორედ ამ პროექტის დახმარებით მიიღებს. ოფიციალურმა მხარეებმა შეთანხმებას ხელი მოაწერეს. გეგმის მიხედვით წავიდა ეს პროექტი და მიღებული გაზით სირიული მხარე 1300 მეგავატი ელექტროენერგიის გამომუშავება შეძლებს. თურქული მხარე სირიისათვის ელექტროენერგიის პირდაპირ მიწოდებაზე მუშაობს. ამჟამად ერთი ქვეყანა მეორეს 200 მეგავატ ელექტროენერგიას აწვდის, თუმცა ახალ ხაზებზე მუშაობის დასრულების შემდეგ ეს მაჩვენებელი 1000 მეგავატამდე უნდა გაიზარდოს. ევროკომისიის ინფორმაციით, ევროკავშირი უკრაინის რეკონსტრუქციისთვის 2 მილიარდ 300 მილიონ ევროს გამოყოფს.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რომში უკრაინის რეკონსტრუქციის გეგმებთან დაკავშირებულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ თანხები მოიცავს 1,8 მილიარდ ევროს სესხს გარანტიების სახით და 580 მილიონ ევროს გრანტებს საერთაშორისო და ორმხრივი საჯარო ფინანსური ინსტიტუტებიდან. ფონ დერ ლაიენის თქმით, საერთო ჯამში ის შეეცდება, რომ უკრაინაში 10 მილიარდ ევრომდე ინვესტიციის სახით მობილიზება უზრუნველყოს. იტალიის დედაქალაქში უკრაინის აღდგენის საკითხზე კონფერენცია 2 დღის განმავლობაში 10 და 11 ივლისს არის დაგეგმილი. კონფერენციის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, მონაწილეები 4 ძირითად საკითხზე გააკეთებენ აქცენტს, მათ შორის უკრაინაში კერძო სექტორის მიზიდვაზე, ადამიანურ კაპიტალზე, ადგილობრივი რეგიონების აღდგენაზე და ევროპულ ინტეგრაციაზე. ასეთი იყო საქმის კურსის შემაჯამებელი გამოშვება ამ დროისათვის. წინ საქმიანი საღამო გელოდებათ, რომელსაც გიორგი არონია და გიორგი თოლორდავა გაუწყობია. ჩვენ ერთმანეთს ხვალ შევხვდებით BMG TV-ს ეთერში საღამოს 7 საათზე დროებით.